ჩემ ძმამ, ჩემ დამ და დედაჩემ. წვიდეთ მივეხმაროთ ბიძა ჩემს. ახლა რაში მდგომარეობს საქმე? პირველი გავაკარეთ შპალიერი. დავასრულეთ იატაკი. ეხლა იატაკზე მინდა ლამინატი დავაგო, მაგრამ მინდა შევამოწმო ეს იატაკი რამდენად სწორად არის მოჭიმული, რომ ლამინატი სწორად დაეღოს და ამას შევამოწმოთ ლაზერის საშუალებით. შემდეგ გავიყვანეთ დენი. აგრეთვე არის მეორე. ეს შტეფსელები შედარებით დაბლა დავამონტაჟეთ, რომელიც ახლა შენაჩვენებია, იმიტომ რომ გვინდა რომ საწოლთან ახლოს იყოს და ტელეფონის დამტენი პრაქტიკული იყოს და რაღაცა კაბელის სიგრძე იყოს და ასე შემდეგ. გუალადაც სხვა ბევრი რაღაცა ვქოთ სანათირო დავამაგროთ. ეს შტეფსელები დავამონტაჟეთ, პლუს ეს შედარებით მაღლა, იმიტომ რომ აქ შეიძლება პატარა მანქანა ამ გამოსით დავამონტაჟოთ, რომ შტეფსელი მაღლა გვჭირდება. იქაც ჩამთველი, დენის ჩამთველი შედარებით მაღლა გვჭირდება. ესე გავაკეთე. ერთი რაც არ მომწონს აქ, რომ კარი იღება მარჯვენა მხარეს, წესით ეს ჩამთველი უნდა იყოს მარცხნივ, რომ გააღებ ადვილად მიწვდე და უბრალოდ ახლა გადაკეთებას არ მიხდება. ამიტომ ეს ასე დავტოვებ. ეხლა მინდა რომ იატაკის მოჭიმვა შევამოწმო, იმიტომ რომ უნდა დავაგო ლამინატი და მაინტერესებს რამდენად სწორად არის იატაკი. ლაზერის ჩვენებით იატაკის სისწორე არათანაბარია. აი მაგალითად აი აქ არათანაბრად აჩვენებს ლაზერი და უნდა მოვთხაროთ და ასეთი რამდენიმე წერტილი არის იატაკს. აგრეთვე გავაკეთეთ ქაფები და გავკრასკეთ ჭერიც. ახლა მიმდინარეობს იატაკის შესწორება. ეს მოგავე რა ანა. შემდეგ ვიდეოში უკვე ჩვენ განახებთ თუ როგორ შევასწორებთ იატაკს, ასევე როგორ გავარემონტებთ კომოდს, როგორ განვაახლებთ და როგორ რესტავრაციას ჩაუტარებთ კომოდს. ახალ იერსახეს შევძენთ ეს ინიციატივა მე და ბიძა ჩემს მოგვივიდა YouTube-ში ვიდეოების ნახვით. გვინდოდა რომ თანამედროვედ გავაკეთებინა ეს კომოდი.